საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა წელს 1+4 პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდაში უმაღლესი შედეგები დადეს. კერძოდ, ზოგადი უნარების ტესტებში ყველაზე მაღალი შედეგი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოს მკვიდრმა ჟალე ჰასანოვამ აჩვენა. მან მაქსიმალური 80 ქულიდან 74 დააგროვა და პროგრამის ფარგლებში ყველაზე მაღალი ქულის მქონე აპლიკანტის სტატუსი მიიღო. სოფელ ლეჟვადინიდან 16 წლის ორხან მამედოვმა ექსტერნატის ფორმით მე-12 კლასის პროგრამა დაძლია. მე-11 კლასშივე მიიღო ატესტატი და ჩააბარა მისაღები გამოცდები, სადაც მან საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენა. სადახლოს მკვიდრმა 17 წლის თამარა ჯალილოვამ კი ზოგადი უნარების გამოცდაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი დადო. მან 71 ქულა მიიღო. ახალგაზრდები საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ. ჟალე ჰასანოვა ამბობს, რომ მომზადების პროცესში მისი მთავარი მოტივატორი დედა იყო, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მას მხარს უჭერდა. ზოგადი უნარების გამოცდაზე რომ მივიღე 74 ქულა, ძალიან გამიხარდა, თან ძალიან გავუცდი. თან ველოდებოდი ასეთ შედეგს, მაგრამ ისედაც გაუცებული ვიყავი, რომ თან ვფიქრობდი, რომ ვაიმე, ყველაზე მაღალი ქულა მივიღე თუ არა. და შემდეგ რომ გამოქვეყნდა რომ კი მივიღე, ძალიან გამიხარდა მართლა. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, დედა ჩემი იყო, ძალიან მეხმარებოდა, ყოველთვის ჩემ მხარს იჯერდა. ამის შემდეგ ჩემი რეპეტიტორები იყო, ელვირ ჰასანოღლუ და რაჰიდა იუსუფოვა, მათი დახმარებაც კი დიდი იყო ჩემზე. და ამასთან ერთად ჩემი სკოლის მასწავლებლებიც ძალიან ბევრად დამეხმარეთ, იმიტომ რომ ჩემი დაწყებითი კლასის მასწავლებელიც, მათემატიკის მასწავლებელიც, ჩემი ქართული ენის მასწავლებელი, თანაც აქ რომ რეპეტიტორთან დავდიოდი, ტრანსპორტის პრობლემა რომ მქონდა, ქართული ენის მასწავლებელი მოვიყვანდა აქ. მათემატიკა ძალიან მიყვარს. მათემატიკის მიმართულებით მინდა ჩავაბარო ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში. ორხან მამედოვმა, რომელმაც უნივერსიტეტში 16 წლის ასაკში ჩააბარა, განაცხადა, რომ მომავალში უნდა მათემატიკის მასწავლებლობა. 16 წლის ვარ ორხან მამედოვი. ზოგადი უნარების გამოცდაში 72 ქულა ავიღო და ძალიან გამხარდა. ისე რთული არ იყო ეს გამოცდა ჩემთვის, იმიტომ რომ მე-3 წელი იყო მე ვემზადებოდი. ეს შედეგი ძალიან გამხარდა. მიხარია რომ ძიელ სტუდენტი გავხდები და უნივერსიტეტში ჩავაბარებ. მინდა რომ მათემატიკის მიმართულებით ავირჩიო ფაკულტეტი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ან ივანე ჯავახაშვილის სახელობით ლისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 17 წლის თამარა ჯალილოვას თქმით, ის დარწმუნებული იყო, რომ ამ შედეგს დადებდა. როცა პირველად ნახე, ძალიან გამიხარდა ჩემი შედეგი. 71 ქულა ავიღე და ძალიან გამიხარდა, როცა ნახე შედეგები. ყოველდღიურს ვმეცადინეობდი ამისთვის. რეპეტიტორთანაც დავდიოდი. რეპეტიტორები არიან ესმირა გამიდოვა და ასმარ ნაბიევა. და ამ შედეგს ველოდებოდი ისედაც. მე მინდა მომავალში გავხდე სტომატოლოგი და ამისათვის უნდა ჩავაბარო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. სტომატოლოგიის მიმართულებით მინდა ფაკულტეტი ავირჩიო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოვხდები. მჯერა რომ კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევ. ოჯახი ჩემს განათლებას ძალიან დიდ მხარს უჭერს და მიხარია რომ ისინი კვერსში მიდგანან.